მოგესალმებით. დღეს ორშაბათი და ტრადიციულად საიბერტოკი ისევ ეთერშია, ისევ თქვენთან ვართ. ჩვენი თემებით დღეს გვაქვს საკმაოდ საინტერესო თემა, რომელიც ეხება ბავშვების ყოფნას ონლაინ სივრცეში, რა დადებითი მხარეები ახალს ამას რა უარყოფითი მხარეები, რა საფრთხეებია ზოგადად, მაგრამ საფრთხეებს ნაკლებად ვისაუბრებთ. ჩვენი საუბარი წარიმართება უფრო ზოგადად ფსიქოლოგიური კუთხით, თუ რა ფსიქოლოგიური გავლენა შეიძლება იქონიოს ონლაინ სივრცეში ბავშვზე, იგივე დისტანციურმა მუშაობამ, რომელსაც ასე ბოლო უკვე რა დააგვეთ 8 თვეა უკვე ამ რეჟიმში არიან ჩვენი მოზარდები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ ირმა კვაჭაძე, რომელიც არის კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ენეაგრამა ტრენერი. ხო რა თქვით? მოგესალმებით, გავტენებო, დიდი მადლობა მოგზანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. დრო გამონახეთ, გვეწვიეთ. თემა ნამდვილად საინტერესო და აქტუალურია, მე ასე ვიტყოდი. ჯერ დავიწყოთ იმით, აი ეს რა იყო, მაგრამ ჩვენაც ძალიან უცნობი ტერმინია და ჩვენი რადიო მსმენელსაც ალბათ დაინტერესებს. არის მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ადამიანის სიღრმისეულ მოტივებს სტრესში და კომფორტში და როგორ შეგვიძლია ვიცნოთ მათი ქცევის მოტივი და ძალიან მარტივია იქნება ეს პროფორიენტაცია, იმიტომ რომ ვირჩევ გამოჭრილი და ასევე HR-ში ძალიან ესეთი სასარგებლო მცოდნა, იმიტომ რომ კადრებს ვასაქმებთ მისი პოზიციიდან გამომდინარე, ან შეგვიძლია და შესაბამისად ყველა სფეროში სოციალურ ურთიერთობებში არის ძალიან ესეთი გამოსადეგი ინსტრუმენტი. ანუ კონკრეტულ პიროვნებაზე შეიძლება მორგებული რაღაცა სპეციალობა შეუჩვით მას. ანუ ადამიანს თუ ზენკლის სადმე მიდრეკილება, შეიძლება ზენკლობა ურჩიოთ სიტყვაზე. უფრო ანალიტიკური მუშაობა იქნება, ეს მენეჯერული მუშაობა იქნება, თუ რაღაც შემდეგ. კი. და თვითონ ადამიანმა იცის თავისი ენეატიპი, შემდეგ უკვე კომუნიკაციებს მარტივად ამყარებს და ჩვენ ვიცით ადამიანის ენეატიპი, უკვე მას რა აწყინს, რა უხარია, შეგვიძლია ესე კონკრეტულ მასზე მორგებული ფრაზებით ვეურთიერთოთ და მაქსიმალურ შედეგიანი და რესურსული იყოს ამ ადამიანთან კომუნიკაცია. ძალიან საინტერესო და საკმაოდ საინტერესო მიმდინარეობა, მე რომ გითხოთ, ადრე იყო სპორტში იყო მსგავსი მიმართულება და ეხლაც არის დღესაც არის თქვა ურჩევენ იმ სპორტის სახეობას, რასაც დღეს მიდრეკილება აქ ან რაღაცა თქვა იქნება ეს კუნთოვანი რაღაც აგებულება, ფიზიოლოგიური აგებულება. აი ზუსტად ფსიქიკური აგებულება არის ადამიანის რა ემოციებია წამყვანი, რა მიზნები აქვს, რა რესურსები აქვს და მოკლედ მაქსიმალურად რესურსული გარემო იქმნება შემდეგ ადამიანის და მისი პოტენციალის გაღვივება ხდება. ძალიან კაი. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ ძირითად თემაზე, ეს თქვა. დაახლოებით 1-2 კვირის წინ გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც UNICEF-მა აღნიშნა, რომ აი დღევანდელი ბავშვები, რომლებიც უკვე დისტანციურ მდგომარეობაში არიან და არა მარტო საქართველოს, თითქმის მსოფლიოში გლობალურად ბავშვები დისტანციურად არიან გადასვლის სწავლებაზე, გარკვეული რაღაც სტრესულ მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ბავშვებმა და ეს ბავშვების თაობას შეადარეს, თქვა რაღაცა კრიზისული პერიოდის ბავშვების თაობას, რაღაცა ომიანობის პერიოდის თაობას ბავშვებს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური შეიძლება დაღი დაასოს ამან თქვა ბავშვის რაღაცა მოზარდის, რაღაცა ფსიქოლოგიურ რაღაც თქვა ხო. შედეგები გამოიწვიოს. კი. ნახეთ, იმისთვის რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რა გამოწვევის წინაშე დგას ბავშვი, ხო? უნდა ვიცოდეთ, ასაკი აქვს წამყვანი ინსტრუმენტი, ესე რომ ვთქვათ, ანუ კონკრეტულ ასაკში ბავშვი გადის კონკრეტულ განვითარების ეტაპს. შესაბამისად, თუ ვიცით ჩვენ ანუ იმ ასაკში რა გამოწვევაა ბავშვისთვის, ბავშვი რა გამოწვევას გადის, მშობელი არის უკვე პასუხისმგებლობა მშობელზე გადავიდა, რომ მას შეუქმნას ის გარემო, რომ ეს პერიოდი არ დარჩეს ტრამვად. შესაბამისად, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოთ ბავშვს შეუქმნათ გარემო, იქნება ეს დადებითი სოციალური კომუნიკაციები იგივე ონლაინ სივრცეში, თუ იქნება ეს მის ინტერესებზე მორგებული რაღაცა აქტივობები, იმიტომ რომ ბავშვის მთავარი არის კვლევა და ძიება, ხო, მთავარი წამყვანი სფერო. აი ამ ონლაინ რეჟიმში მისი ეს ინტერესები არის დახშული, ანუ ეს ვექტორების გაყოლა აღარ შეუძლია და არის რაღაცა ჩაკეტილი. შესაბამისად, ეს უკან შემოbrunებული ისრები არ უნდა გადაიქცეს აგრესიად და ამის საშიშრობა დგას. ამიტომ ეს მასში აკუმულირებული ენერგიის რაღაცა სწორი გზით კანალიზაცია უნდა მოვახდინოთ და შემოქმედებითად უნდა დავხარჯოთ, ესე ვთქვათ, ბავშვის ენერგია, რომ მერე უკვე თვითონ არ იპოვოს ამ ენერგიის დახარჯვის, ესე ვთქვათ, არაჯანსაღი გზები იქნება ეს რაღაცა აგრესორობაც ჩამოყალიბება თუ ასე შემდეგ, ანუ თქვენ ახლა მშობლების საკითხი.
ფაქტობრივად ბავშვები დისტანციურად რო გადავიდნენ, უკვე ფაქტობრივად ერთი რგოლი რაც არის, ანუ ერთი რგოლი პედაგოგის რგოლი ამოვარდა უკვე ბავშვთან რაღაც აღზრდილობით მუშაობაში. ბავშვი უკვე ნაკლებ დროს ატარებს უკვე სკოლაში, თქვა დილის 9-დან 2 საათამდე იქნება თუ 2-დან 6-მდე იქნება როცა იქნება ატარებს ბავშვი სკოლაში იყო ძირითადად ბავშვი სკოლაში იყო პედაგოგთან ურთიერთობა ჰქონდა და რაც სოციუმში იყო ეს ბავშვი ვითარდებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს პედაგოგის რგოლი ნაწილობრივ ამოვარდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თქვა ონლაინ სივრცეში ურთიერთობა მხოლოდ აი მშობლის თემა ამ დროს უკვე რაღაცა უფრო გაიზარდა, ალბათ, მშობლის როლი ასე ვთქვათ. კი. ნახეთ, ვერ ვიტყოდი რომ პედაგოგის როლი ამოვარდა, უბრალოდ სახე შეიცვალა, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ხო? იდეაში პედაგოგს გაცილებით დიდი ძალისხმევა ჭირდება ეხლა, რომ რაღაცა ბავშვთან კომუნიკაცია ესე დისტანციურად ეკრანს მიღმა შეინარჩუნოს. შესაბამისად, აქ მშობელს დაეკისრა კიდევ ერთი ფუნქცია, რომ ბავშვი უქმნას გარემო პედაგოგთან საურთიერთობთ, ხო? აი, აქამდე თუ კომუნიკაცია სალკე ამყარებდნენ სხვა სივრცეში, ეხლა უკვე ეს ბავშვის და პედაგოგის კომუნიკაციაშიც ერთვება მშობელი. დამატებით კიდევ ერთი ბერკეტი აიღო მშობლის როლმა და შესაბამისად მისი მშობლის როგორც მშობლის პასუხისმგებლობის არეალი გაიზარდა. თუ აქამდე სკოლას მთლიანად იყო რაღაცა ჩართული ბავშვის ფუნქციონირებაში, ეხლა ფიზიკური კონტაქტი გამოაკლდა, თუმცა არიან დღესდღეობით პედაგოგები და ვხედავ მეც თვალნათლივ როგორი ჩართულები არიან, როგორ ძალისხმევა უხდებათ მათ თუნდაც იგივე ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვაში და აქ ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვაში ძალიან ბევრი ბერკეტი არის ჩართული და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ, იქნება ეს მასწავლებლის პროფესიული გარემოს ნაკლებად სტრესული, იმიტომ რომ აქ მთელი სახლი უსმენს ფაქტობრივად მის გაკვეთილს და ეს მისი პროფესიული, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას წნეხია და ეს ასპექტიც არ უნდა გამოგრჩეს, თუმცა მშობლის ეს ემოციურ სიმშვიდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მშობელი უნდა რაღაცნაირად მობილიზდეს ამ პროცესებისთვის სამართავად. ანუ თქვენთ რომ თქვა პედაგოგი უკვე რაღაც გარკვეულ შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თუ თქვა როცა ბავშვი დადიოდა სკოლაში, მშობელი არ ესწრება. უკვე რაღაც პირადი ურთიერთობა, ბავშვი ურთიერთობა, ბავშვი თქვა ის რომ თქვა უკვე მთელი სახლი უსმენთ, ხო თქვით ანუ მშობელი ანუ პედაგოგი მაინც რაღაცა თქვა სცენაზე გამოდის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ პედაგოგის დაუშვათ თუ კარს მიღმა იყო და ეს გაკვეთილი ან როდესაც ჩვენ გვისმენენ მაგალითად ხო აი დაძაბულობის სკალაც და იმატებს. გინდა არ გინდა რაც არ უნდა თავდაჯერებული ვიყოთ, ხო? როდესაც არის რაღაცა ჩვეული გარემო, ბევრად უფრო პროდუქტიულები ვართ და როდესაც ეს გარემო არ არის ჩვეული, ეს გარემო არის ეკრანს მიღმა ბავშვი და ბავშვს მიღმა კიდევ იქ მთელი ოჯახის სტრუქტურა, აქ უკვე რაღაცა ტიპის შფოთვა მატულობს. შესაბამისად, პედაგოგებსაც სჭირდებათ რაღაცა ის გარემოს, რომ თვითონ მოახდინოს თავის რეალიზება, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ფსიქოლოგიურად არ არის მარტივი ამ პროცესის, ესე ვთქვათ, ლაღად გაწყოლა. შესაბამისად, აი აქაც ეს ასპექტიც ყურადსაღებია. კი, რა თქმა უნდა, გეტყვებით, აბსოლუტურად. ჩვენ მალე შეიძლება რომ უნდა გავდეთ რეკლამაზე და დავბრუნდებით მალე ცენტრის თემებით სიტუაციის. რეკლამაზე მალე. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გსურთ სატელეფონო ავტომობილების მეშვეობითაც ცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაცია სამუშაო საათების, მიმდინარე აქციების, შიდა ნომრების ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ. შედით ვებგვერდზე Voices-G. არჩიეთ არსებული ამოცანისთვის შესაფერი სიხმა და ანდეთ თქვენი სათქმელი პროფესიონალებს. Voices-G. იპოვე შენი ხმა. 596-366-366. ბრიტანული ლეგენდა კრისტალ ბეტზე. ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 20 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალ ბეტი. მუდამ ნომერი პირველი. სპეციალური ფასდაკლების აქცია Toyota Center თბილისში. შეიძინეთ 2020 წლის მაქსიმალური შესრულების მქონე Toyota Land Cruiser Prado. 9000 ლარიანი ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ ელექტროსკროლი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 511. Toyota Center თბილისი. Toyota-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში 1997 წლიდან. მოიგე 125,000 ლარი ყოველ მეორე დღეს. ითამაშე ნებისმიერი თამაში BetLive-ზე და მოიგე შეზღუდვების გარეშე. BetLive გაერთი შენს გემოზე. ბეტმარკეტში ფასდაკლების სეზონი გრძელდება. შეიძინე ფრისპინები, ფრიბეტები და ექსკლუზიური ბონუსები ყველაზე მარტივად. დარეგისტრირდი, გათამაშე 10 ლარი და მიიღე მარკეტის 1000 ქულა საჩუქრად. ბეტმარკეტი დააჩქარე მოგება მხოლოდ ჩვენთან. რეკლამა რადიო კომერსანტზე.
რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით ისევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდა რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი თემა არის საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემა არის, საინტერესო სტუმრით, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. თემა არის ბავშვები ონლაინ სივრცეში, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს ამას. ამას ჩვენ განვიხილოთ უფრო ზოგადად ფსიქოლოგიური კუთხით და რა თქვა, რაღაცა კიბერსაფრთხეების, კიბერდანაშაულის მიმართულებით, ამაზე ჩვენ გვექნება ოდნავ საუბარი, კონკრეტულ კიბერდანაშაულის არის კიბერბულინგი და ასევე სხვა დანაშაულები, რომელიც არის ამ უფრო ფსიქოლოგიური კუთხით განვიხილოთ ამას და ჩვენი სტუმარი არის ირმა კვაჭაძე, კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ენეაგრამა ტრენერი. ენეაგრამ წარმომწონს, ხო? დიდი მადლობა ირმა მოგზანებისათვის. დაგვეთმეთ რომ დამოგზავნით, გამონახეთ რომ დამოგზავნით. ჩვენ საუბრობთ აქ ბავშვების თემაზე, მშობლების თემაზე, მშობლების ჩართულობაზე, მშობლების როლზე, პედაგოგის როლზე, ასე თქვა და ასევე პედაგოგები გარკვეულ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმის გამო, რომ გარკვეულად რაღაც სცენაზე გამოვიდნენ, ხო? კლიენტად ოჯახის წინაშე, ასე თქვა, უტარებენ გაკვეთილებს ბავშვებს. ეს არის ერთიანი რგოლი არის მშობლები, პედაგოგები და საზოგადოება. ხო? ამაზე დავხვდებით და ეს არის რაღაც გარკვეული ისა. მშობლების თემაზე რო პატარა ჩავიდეთ, ანუ მშობლები რაღაც გარკვეული ასე თქვა სიძნელის წინაშე დადგნენ. იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი თელს განმავლობაში სამსახურში იყვნენ, ბავშვთან მქონდა ხოლმე საღამოს ბრუნდებოდნენ და უკვე რაღაც ესეთი თემა ჰქონდათ და რეკომენდაციებს რო გადავიდეთ პატარა იმ მშობლებთან დაკავშირებით, თქვა რა რეკომენდაციები შეიძლება მიცეთ იმ მშობლებს, რო თქვა უფრო გარკვეულწილად უფრო ადვილად შევიდნენ ბავშვთან კონტაქტში და უჭირს ეს რა თქმა უნდა რაღაც კონტაქტების დამყარება და ბავშვთან ახლობლად რაღაც სამუშაოების ჩატარება და ასე შემდეგ, რომ მათ გარკვეულად პედაგოგის როლიც უნდა შეითავსონ ამასთან დაკავშირებით. კი, ზუსტად გუშინ საუბრობდი ამ თემაზე და ესეთი ტერმინი დაიბადა ფსიქოლოგიური ჰიგიენა და ძალიან მომწონს ეს ტერმინი, გავაჟღერე და თვითონ შინაარსობრივად ძალიან მომეწონა და მოკლედ ალბათ ეს არის სწორედ მშობელმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში თავის ფსიქოლოგიურ ჰიგიენაზე, იმიტომ რომ თუ მისი ემოციური სფერო, მისი ესე ვთქვათ, რაღაცა ინტერესები და მისი რესურსები არ იქნა მობილიზებული, მშობლის ამ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს რესურსული პერსონა იყოს თავისი შვილისთვის, ის ვერ შეძლებს თანამშრომელი იყოს პროდუქტიული, ის ვერ შეძლებს იყოს რაღაცა ისეთი აქტიური წევრი საზოგადოების, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ფაქტორი დაემატა მის ყოველდღიურობას. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გააკეთოს მშობელმა, აი თვით ზრუნვის ამბავში უნდა გაძლიერდეს პიროვნულად. აი როგორც თვითმფრინავის მოდელია, ხო? პირველი ჩვენ ვიკეთებთ აირწინახს და შემდეგ უკვე სხვას, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვართ ისეთი რესურსული, რომ სხვისი დახმარება შევძლოთ, შემდეგ ანუ არ არის ეს მიზანშეწონილი, რომ სხვას გავუკეთოთ, ამ შემთხვევაში სხვასაც ვერ ვუკეთებთ ხარისხიანად. ამიტომ მშობელმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს თავის თავზე, ანუ ნახოს რა არის მისთვის რთული, რა ავსებს რესურსით, გამოყოს საკუთარი თავისთვის დრო, მაგალითად დღის განმავლობაში 1 საათი, როდესაც აბსოლუტურად იქნება დაუთმობს კი რთულია ესე თეორიულად, მაგრამ ამის გარეშე იქნება სხვა ყველა სფეროში არარეალიზებული, სხვა ყველა სფეროში იქნება დანევროზებული, როგორც გვიყვარს ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება და ამიტომ როდესაც ის არამოთმენის რეჟიმში, ანუ მშობელი არამოთმენის რეჟიმში იქნება ბავშვთან და ეს კომუნიკაცია იქნება ისეთი დადებითზე ორიენტირებული, ანუ შეივსება პირიქით რესურსით და არ გაღიზიანდება. ამ შემთხვევაში მშობლები ხშირად სამწუხაროდ ბავშვთან კომუნიკაციის დროს მოთმენის რეჟიმში არიან, ის რომ თქვათ რაღაც საყვედურის და ყვედრების რაღაცა მუდამ გაღიზიანების გათამაშება ხდება ხოლმე აი იმ სტრუქტურაშიც არიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაღიზიანებული მუხტი რაღაცნაირად ტრანსფორმირდეს, სუბლიმირდეს რაიმე შემოქმედებით ენერგიად და არ ჩარჩეს შიგნით ამ ოჯახურ სტრუქტურაში, იმიტომ რომ ფუჭდება კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის, ფუჭდება კომუნიკაცია ბავშვთან მიმართებაში და მშობელმა ისწავლოს ხერხები პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი ფსიქოლოგიური ჰიგიენის დასაცავად. იცოდეს Facebook-ზე იყო ხოლმე ეგეთი პოსტები იყო ხოლმე, ბავშვები მინდიან სკოლაში, რა კარგია, გახარებული რაღაც ეგეთი მშობლები, გვეშულა რაღაც ეგეთი დაახლოებით პოსტები იყო.
სექტემბერში იწყება სწავლა ზოგადად. ჩემს 1 სექტემბერი იყო 15 სექტემბერში უნდა ყოფილიყო სწავლა და სამწუხაროდ ბავშვები ვერ წავდნენ პირველ კლასელებზე მაქვს საუბარი, არ მაქვს საუბარი მე-10 კლასელებზე, ბაზე რომლებიც ელოდებიან 2 თვე, 3 თვე ემზადებიან რომ წავიდნენ ჩანთა იყიდეს, ციგნები იყიდეს, ეს რა ვიცი, ლეპტოპებს ელოდებიან, უნდა მიცენ და ასე შემდეგ და უცებ აღმოჩნდა რომ წინა დღეს უყურებდა ასე თქვა 14 სექტემბერს უყურებდა მუთვილებს ონლაინ სივრცეში და უცებ მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ვიღაცა ქალბატონი თუ მამაკაცი თუ ვიღაცა უკითხავს რაღაცა და რა ქვია, გამეცანი, მე ეს მქვია, იქ ვიღაც ბავშვები ამოდიან კიდე ლეპტოპში და რაღაცა უკვე რაღაცა ბავშვი და ცოტა სტრესულ მდგომარეობაში მე მგონი ჩადგენ ბავშვები ამ მართულებს, იმიტომ რომ მაინც რთულია. მეც ხარ პირველი ჩემ დროს იყო 0 კლასი იყო და რო წამიყვანე სკოლაში, სულ ტიროდი. ვერ ჩერდებოდი გაგოდის კლასში. ხო, ამ შემთხვევაში აქაც წინასწარ მზაობა იყო მნიშვნელოვანი და ეს მოლოდინები არ უნდა ყოფილიყო, ანუ ზოგმა მშობელმა ესე ვთქვათ, წინასწარ გაიარა რეკომენდაცია და ყოველთვის აი არ შევქმნით მოლოდინები, ხო? იმიტომ რომ მოლოდინები გვიქმნის მე იმედგაცრუების შექმნებას და ჩვენი ილუზორული მოლოდინები გვიქმნის მე იმას რომ რაღაცა ის რეალობა რომელიც დადგება აღარ მოგწონს. ამიტომ ადაპტაცია რა, ხო? ის რეალობა რაც ხდება, იმას უნდა მოვერგოთ და მაქსიმალურად იქ მოვახდინოთ რაღაც ჩვენი თავის რეალიზება და ასე შემდეგ. ანუ კი ერთი მხრივ რა თქმა უნდა სტრესული ამბავი იყო, მაგრამ ნახეთ, როდესაც პირველ კლასელს არ აქვს გამოსილება სკოლის სტრუქტურის იდეაში მის ფსიქიკას არ აქვს შესაძლებელი ანუ არ იცის რა ელოდებოდა და შესაბამისად არ იცის რა არა აქვს ესე ვთქვათ და აქ ის რეალობა რაც აქვს. ამიტომ ერთი მხრივ ეს შეიძლება რაღაცა ჩვენ დაგვეხმაროს იმაში რომ თურმე მთლად ესეთი სტრესული არ არის, კი არის რაღაცა უცნაური ამბავი, მაგრამ ვაგუებთ ხო რა რეალობაც არის ამ მოცემულობას ეგუება როგორც არის. სხვა შემთხვევაში არის ან მეორე კლასელებს კიდე უფრო გაუჭირდათ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მეორე კლასელები უკვე არც იქ არიან ადაპტირებული და აქაც შესაბამისად გაუჭირდათ რაღაცნაირად გადმოწყობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ჩვენ ბავშვს ვაწოდებთ ინფორმაციას, რომ ესე ხდება, ეხლა ამას უნდა მოვერგოთ, არის ადაპტაციის ყველაზე ესეთი ცხოვრებისეულად შემდეგ ამოსადეგი უნარია ყველაზე ადაპტაცია, იმიტომ რომ ამ რეალობაში რაც ახლა გვაქვს, რეალობა ხშირ შემთხვევაში ჩვენზე არ არის მთლად დამოკიდებული და მოვერგოთ უნდა და პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე ავიღოთ და არ გადავაბრალოთ თქვათ რაღაცა გარემო ფაქტორებს, რომელსაც ვერ ვცვლით. სამწუხაროდ ახლა არის ესეთი ბევრი გარემო ფაქტორი, რომელსაც ვერ ვცვლით და უნდა ვიპოვოთ ამ გარემოში მოქმედების შესაძლო ხერხები. აი დისტანციურ სწავლებაზე მაინც რომ უფრო ამოწუროთ ეს თემა რომ ამოწუროთ, უკვე აი თქვენი აზრით ბავშვები აი მომავალში აი ხა იუნისეფის კვლევას ვახსენე მე იმაში და რაც გარკვეულ კვალს დატოვებს ბავშვებს. თქვენს აზრით რა დადებითი და უარყოფითი ასე ვთქვათ ხარეები შეიძლება გამოავლინოთ ამ მიმართულებით ბავშვების ასეთ დისტანციურ სწავლებაში, იმიტომ რომ მაინც გარკვეულწილად ვიღაცა ერიდება რაღაცა ჩართო ვიღაცას იგივე იუნისეფი და ITU-ს კვლევა იყო შოთაშორის ერთობლივ ჩატარებული და იქ ბავშვებს ყველას არ ქონია ინტერნეტის ცნობაზე, 15% საქართველოს თუმცა არ აქვს ინტერნეტის ცნობა, მათ 15 სკოლის ასაკის ახსაძლებს ასე ვთქვათ. მათ ესეც უკვე უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც უპირატესობაში აყენებს სხვას და ინტერნეტი აქვს, ვისაც კომპიუტერი აქვს, ლეპტოპი აქვს, ტელეფონი აქვს, რაღაცა კარგი სმარტფონი და შემდეგ. კი, აი ამ შემთხვევაში ეგ სწორედ ეგ არის დიფერენციაცია, როდესაც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში უკვე გარემო რაღაც დამატებითი პერკეტები უკვე მეორე ხარისხოვანი იყო, ხო? იყო ეს ან 90-იან წლებში იყო ეს ამყვანი, ვთქვათ, რაღაცა ტანსაცმლით ან რაღაცა ატრიბუტიკით შეფასება ადამიანის, ეს სამწუხაროდ ეგეთ მანკიერი ამბავი ხდებოდა, მაგრამ ეს ბოლო წლებში ნაკლებად იყო რაღაცა ნიშნებით განსხვავებულობაზე აქცენტირება. ეხლა სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვართ, რომ რა პრივილეგებულია, თქვათ, ის, ვისაც აქვს სწრაფი ინტერნეტი, ვისაც აქვს რამდენიმე device-ის შეცვლის შესაძლებლობა და მოკლედ კი ხდება რაღაცა მაგალითად იგივე ონლაინ სკოლა, ტელესკოლა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის ის ხარისხობრივად ის მსგავსი. რაც შეეხება კვალს, რომელიც შეიძლება დატოვოს ფსიქიკაში, ნახეთ, მოვლენა რჩება ჩვენ ფსიქიკაში ტრამულად მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი ფსიქიკური ენერგიის დინება შეწყდა. ანუ თუ რაღაცნაირად გავიყინეთ ერთ ადგილზე. თუ ეს დინება არ შეწყდა და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიპოვეთ ადაპტაციის გზები, რომელიც ეხლა მახსენე, ეს ანუ ტრამვა არის აი გაყინული მდგომარეობა, ხო? აი ტრამვა ჩვენ გვახსოვს რაღაცა კონკრეტული ფაქტი, რომელიც ესე სტატიკურად ჩაიბეჭდა ჩვენ ტვიში. თუ მდგომარეობა სტატიკური არ არის და ამ მდგომარეობაშიც აი ნახეთ
არის რაღაცა დინება, ამ შემთხვევაში ეს ფაქტი არ რჩება როგორც რაღაცა ნეგატიური ელფერის მქონე და ჩდება როგორც ცუდი გამოცდილება და არა რაღაცა ასეთი ხრელი ჩვენ ფსიქიკაში, ხო? ამიტომ ეხლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კონდეს აი ფსიქიკური ენერგიის დინების შესაძლებლობა. თუნდაც რაღაცა აქტივობები, რაზეც ისინი ზემოქმედებას ახდენენ, იქნება ეს სხვადასხვა ონლაინ პროექტები თუ სხვადასხვა რაღაცა შემოქმედებითი წრეები იგივე ონლაინ. ანუ ჩვენი პასუხისმგებლობას დასრულების არის ის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის ინტერესის გაღვივების შესაძლებლობის მიცემა. ანუ ონლაინ პროექტებში თქვენ რას გვიწყობთ, თქვა იგივე თქვა სკოლამ შეიძლება შესთავაზოს, თქვა ბავშვთან პედაგოგმა შეიძლება ინიციირება გავუგოთ რაღაცა. კი, ამ პედაგოგებიც უკეთებენ ამ ყველაფერს, არის სხვადასხვა ტიპის პროექტი. ეხლა თუნდაც მე თვითონ მაქვს ეხლა სრულიად უფასო არტ მარათონი, რომელიც გავაკეთეთ, იმიტომ რომ მხარდაჭერა გქონდეს. აი, ეხლა მნიშვნელოვანია, რომ კონდეს მუდმივობის შეგრძნება, რომ რაღაცის ნაწილი ვარ. როგორც სკოლაში სოციუმის მიკერძოებულობა, როგორც თქვათ მეზობლებთან, ანუ რაღაცა რიტუალში იყოს ბავშვი ჩართული და ამ რიტუალებისგან გამოკლებით არ გრძნობდეს თავს რაღაცა იზოლირებულად. იზოლაცია არის ყველაზე ტრამვული ამ შემთხვევაში და ის რომ მარტო ვარ შეგრძნება ეგზისტენციალურ კრიზისამდე შეიძლება მივიდეს. ამიტომ რაღაცის ნაწილი რო ხარ, აი ფეხი რომ გააწყობილი რაღაცა თემას, უკვე მოქმედებაში ხარ, უკვე არ ჩერდები. ინტერესო გარკვეული ონლაინ პროექტები და რაღაცა თამაშები ასე თქვა, პატარებსაც თამაშები აუცილებელია, რაღაცა იმაში რა გადაიზარდოს რაღაცა რუტინაში და ზუსტად. დასრულებშიც არის მარათონები სხვადასხვა ტიპის რაღაცა გასაფხნევებელი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს რაღაცა მხარდაჭერის მიღების გზები. საგუშინ ნახე ფიზკულტურის გაკვეთილი ონლაინ. კი, ამაში არის თავისი კომიკურობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს არის რეალობა. კი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა კიდევ ფეხბურთი არის თამაშის. კი, ეს დისტანციურ სწავლებას რაც შეეხება საკმაოდ ისეთი საინტერესო და დიდი მადლობა. ძალიან სხვაშორის ფსიქოლოგიური ჰიგიენა. იმიტომ ჩვენ გვაქვს მე ხარ კიბერსოფტვერის მიმართულებით მუშაობ და კიბერჰიგიენა გვაქვს. სადაც ჩვენ ვასწავლეთ ნებისმიერ მომხმარებელს ან end user-ებს რო ძახებთ საბოლოო მომხმარებელს, როგორ მოიქცენ სწორად ონლაინ კიბერსივრცეში რო გახდნენ, თქვა რაღაცა, თქვა შეტევის მსხვერპლი ან რაღაცა, თქვა რაღაც მსხვერპლი რო გახდნენ და შემდეგ თქვა პაროლი უნდა გამოცვალონ და ამავდროულად შემდეგ. ანუ სულთა ჰიგიენური, ანუ კიბერ კულტურა დავარქვით კიდე ამას ახლა კულტურა შემოვიდა, თქვა როგორ მოიქცეთ, ასე როგორ თქვა პირსვიბან ყოველდღე დავიხილავთ ყველაზე ეს რაღაცა მე მგონი ფიქრობ რაღაცა გაერთიანების წერტილები უნდა გქონდეს ზოგადად რაღაც დონეზე მაინც კი, როგორც წარმოვთქვი ეს ტერმინი ფსიქოლოგიური ჰიგიენა, ეგრევე ვთქვი, რომ ძალიან მომწონს. ხო, აი რაღაცა ესეთი სავალდებულოში გადასვლა, ჰიგიენის დაცვა ხო სავალდებულოა და ეს ფსიქიკური ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი რუტინა არის. საფრთხეები ონლაინ სივრცეში არის საკმაოდ ბევრი საფრთხეები, იქნება ეს აი თქვა, როცა ჩვენ საუბრობთ სკოლის აღსაძლებელებზე, საუბრობთ თინეიჯერულ ასაკებზე, საკმაოდ ისეთი არის თქვა პედოფილების და ძალიან მომრავლებულია. არის ასევე სხვა თქვა მათი ან მოზარდების ჩართვა რაღაც თქვა ონლაინ თამაშებში მოზარდების ჩართვა რაღაცა კრიმინალურ დანაშაულებებში თქვა წამლის ყიდვა იქნება აი რაღაც ვაჭრო და ასე შემდეგ ბავშვების ძალიან ისეთი მომრავლდეს კიბერდანაშაული ბოლო პერიოდში შესაძლებლად გაიზარდა ონლაინ ტექნოლოგიები და ბავშვებს აქვთ ცდომა ონლაინ ტექნოლოგიებთან და დივაისებთან ასე შემდეგ შესაძლებლად ბავშვებს ძალიან გაიზარდა ბულინგის თემას მინდა შევეხო იმიტომ რომ არსებობს ზოგადად ბულინგი და არსებობს კიბერბულინგი თქვა ბულინგი ჩვენ ახლა კიბერბულინგს განვიხილავთ ისე ჩვენ ჩემი სპეციალობის ხალხი, როგორც ვთქვათ, კიბერსიტუაცია არის აღსრულების იარაღი ამ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ მაინც ახლა კიბერბულინგი არის ზოგადად უფრო და სხვა ასეთი მსგავსი დანაშაულები, ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, მე ასე მიმაჩნია კონკრეტულად. ამის თემაზე თქვა ხელი აზრი. ნახეთ, კიბერბულინგი ხო ახლა ანუ იდეაში ადამიანი ან მოზარდი, რომელსაც ქონდა სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური სირთულე, რომელიც თუ მოგვარების გარეშე ეს სირთულე არც და არ მიდის, ხო? ეხლა ერთადერთი არეალი, სადაც შეუძლია ამ თავისი დაგროვილი ნეგატიური ემოციის გათამაშება, არის ის სივრცე, რომელშიც ეხლა ვართ ყველა, ხო? ონლაინ შესაბამისად, იმ სივრცეებმა, რომელიც თქვა, იყო ქუჩაში, იყო რაღაცა სადარბაზოებში თუ ასეთი ბნელ ადგილებში, სადაც ხდებოდა ხოლმე. ნუ იყო კიბერბულინგიც, მაგრამ არა ესეთი ფართო მასშტაბიანით, ხო? ეხლა აი ეს ადამიანები რომელსაც ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ ეძლევათ იმიტომ რომ ქუჩაში არ არის ხალხი და არის რაღაცა ონლაინ სივრცეში გადავიდა ონლაინ სივრცეში და ნუ რაოდენობრივად ან
შინაარსობრივად იგივე, მაგრამ რაოდენობრივად კიბერბულინგმა მოიმატა. შინაარსობრივად ბულინგის თემაა, ხო? თავად ჩარგვა. რეკლამაზე უნდა გავდით, მანიშნებენ და ძალიან სერიოზული თემა არის და გავაგრძელებთ, შევად რეკლამაზე მადლობა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ვისოლში უნიკარდით შაბათ-კვირას 15 თეთრიანი, ხოლო სამუშაო დღეებში 10 თეთრიანი ფასდაკლება. შეიძინე საწოვი ვისოლის ქსელში, გაატარე უნიკარდი და ისარგებლე კუთვნილი ფასდაკლებით ყოველ ლიტრ საწოვზე, პლუს დააგროვე კულები. იმოგზაურე ვისოლთან და უნიკარდთან ერთად. უპრეცედენტო ფასდაკლება Mitsubishi Motors-ისგან. შეიძინეთ ბრენდის ფლაგმანი მოდელები 21000 ლარამდე ფასდაკლებით. მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტორისგან. მიიღეთ დეტალური ინფორმაცია დისტანციურად. დაგვიკავშირდით 2527 527 ან მოგწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე. Mitsubishi. იაპონური ხარისხი ყველა დეტალის გათვალისწინებით. გამართე ავტომობილი უსაფრთხოდ თეგეტაში. შეიძინე შენთვის სასურველი ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტი თეგეტას ონლაინ მაღაზიაში Tegeta Shop G და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ზამთრის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და სხვა პროდუქტებზე. მიიღე შეძენილი პროდუქცია შენთვის სასურველ ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით. 032 2 26 44 44. ბრიტანული ლეგენდა კრისტალბეტზე. ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 30 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. ყოველ შაბათ-კვირას მხოლოდ ლიდერბეტი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან აქციებს სპორტში, სლოტებში და კაზინოს თამაშებში. გაატარე შაბათ-კვირა ლიდერბეტზე და მიიღე უამრავი ფრიბეთები, ფრისპინები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ლიდერბეტზე შაბათ-კვირა ყველაზე მომგებიანია. ლიდერბეტი, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ისევ დავბრუნდით ტრადიციულად ორშაბათობით, უკვე მესამე ბლოკზე გადავედით და დღეს გვაქვს საკმაოდ საინტერესო თემა არის ბავშვები ონლაინ სივრცეში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს ამას და როგორ აისახება ეს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ამ კუთხით ყავს საკმაოდ საინტერესო სტუმარი ირმა კვაჭაძე, კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ენიაგრამას ტრენერი. დიდი მადლობა ირმა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის. და ჩვენ საუბრობდით კიბერბულინგზე. დანაშაული როგორც ფსიქოლოგია თქო დანაშაული მე ასე ვახსენე. კი ბატონო. და მოკლედ დამნაშავის მახასიათებლები, მაგრამ ეს რეკლამამდე საუბრობდით იმაზე, არსად არ წასულა, იმიტომ რომ მოგვარების გარეშე ბულერი მაინც რჩება ბულერად, უბრალოდ ასპარეზს პოულობს სხვას, ხო? ეს ასპარეზი ამ შემთხვევაში არის ის სივრცე, სადაც არის ეხლა დღის უმეტეს ნაწილს. შესაბამისად, თავისი ამ დაგროვილი ნეგატიური ენერგიის გათამაშებას ახდენს, იქნება ეს ხვისი ჩაგვრა ონლაინ, იქნება ეს რაღაცა გაშარჟებული ვიდეოების თუ ფოტოების დამზადება და ატვირთვა და გავრცელება და ამის უბრალოდ აქ არის უფრო დიდი საფრთხე ის, რომ ამის მასშტაბები უფრო ფართოა. თქვა თუ აქ ფოტოს აიტვირთება სადღაც, მე უკვე ამის გაკონტროლება რამდენად მასობრივი გახდება, უფრო რთულია, ვიდრე დავშვით ისე ბულინგის, ხო? მაშინ მარტივად უფრო ლოკალურად შეიძლება იმის მოგვარება და ამ შემთხვევაში რაღაცა გავრცელებული ვირუსულად გავრცელებული ვიდეოების შემდეგ რაღაცა არეალის შეზღუდვა ტექნიკურად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, აი ამ გამოწვევის წინაშე ნამდვილად ვდგავართ და ის რომ ბავშვები უნდა გავაძლიეროთ იმ მხრივ, რომ რაღაცა შეძლოს ამ მდგომარეობასთან გამკლავება არის ძალიან აუცილებელია საჭირო, იმიტომ რომ არ გახდნენ მოწყვლადები, არ მიიღონ ეს რაღაცა შემოტევები, საკუთარ პიროვნების დეპერსონალიზაცია არ მოხდეს, არ აღიქვან, ვთქვათ, იგივე ბულერის მიერ შემოთავაზებული რაღაცა გაშარჟებული სიტყვა, როგორც რაღაცა ჭეშმარიტება და მოკლედ არ შეძლონ ამ რაღაცა ნეგატიური ინფორმაციასთან კონფრონტაციაში შესვლა და პირველ რიგში თავად დაიცვა საკუთარ
საკუთარი ფსიქოლოგიური საზღვარი, ხო? აი, როდესაც ბულერი აშვება არ ღვევს ჩვენ პიროვნულ საზღვრებს და ცდილობს რომ რაღაცა დესტრუქციულად იმოქმედოს ჩვენზე. და როდესაც ადამიანს შეუძლია და ვის ირჩევს ბულერი, ხო? ბულერი ირჩევს მოწყვლად ადამიანს, რომელიც აპრიორი ვერ ახერხებს მისი ფსიქოლოგიური საზღვრის დაცვას და აპრიორი იცის, რომ ის ამ ინტერვენციის შედეგად დაიჩაგრება. ბულერი რაღაცა ისეთი მყარ ტიპებთან არ მიდის, იმიტომ რომ ასეთი აისხლიტავს მის სიტყვებს და ქმედებებს და შესაბამისად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პიროვნული საზღვრები ბავშვებში და მოზარდებში ჩვენიც სასრულებმა. ეს ალბათ უფრო მშობლების, პედაგოგების, საზოგადოების მშობლის პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, თუმცა თუ მშობელი ხედავს, რომ თავის ბავშვს აქვს რაღაცა საზღვართან მიმართებაში სირთულე, აქ უკვე რაღაცა სპეციალისტი, ფსიქოლოგი იქნება, ის რაღაცა დამხმარე კადრი იქნება, ანუ ჩვენ მიმართოს დასახმარებლად, ეს არ არის სირთულე, პირიქით, უფრო მარტივად, უფრო სწრაფ დროში გავა შედეგამდე, ამიტომ თუ მშობელი იცნობს თავის ბავშვს როგორც რაღაცა რბილ სტრუქტურის მქონე პიროვნება, ну, რა თქმა უნდა, მისი გაძლიერება ამ მხრივ აუცილებელია. ჩვენ გვერდზე ვრავალით ლურჯი ვეშაპის თემას. ხო. ძალიან ესეთი ონლაინ დანაშაული არის და რომელიც უკვე რაღაც მსხვერპლზე ორიენტირებული არის და უკვე თვითკვლევებით ხდება ხოლმე. შემთხვევაში აი მასთან დაკავშირებით თქვა გასაგებია თქვა უყურებენ თქვა სამართალდამცავები უყურებენ როგორც თქვა კრიმინალური ქმედება. აი ფსიქოლოგიური კუთხით რო თქვა ეს თქვა რა არის საკითხი. ნახეთ ამ თემაზე ახლა შარშანო განსაკუთრებით მქონდა სხვა ბესნობოდი მოკლედ ძალიან დიდი დოზით ინფორმაციას და ჩემთვის აგულისხმო იყო თვითონ ბავშვის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც იწყებს თამაშს. აი მნიშვნელოვანია პრევენცია ამ შემთხვევაში და არა უკვე რაღაც აი აქაც მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ინდიკატორები უნდა გქონდეს მშობლს ბავშვის ქცევასთან მიმართებაში, როდის იცვლება ეს ქცევა, რატო იცვლება ეს ქცევა, ხო? ანუ ეს ყველაფერი ძალიან თვალნათლივია რეალურად, როდესაც ყურადღების ფოკუსში გვაქვს, ხო? და როდესაც ყურადღების მიღმა რჩება ბავშვის ქცევა, გატარებული დრო ინტერნეტთან, ღამე, უძილო ღამეები და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მარტივად სამართავია ეგეთი ბავშვი. ამიტომ მშობელმა უნდა დააფიქსიროს აი ბავშვის ემოციური მდგომარეობა, მის გაღიზიანებულობა. იდეაში თამაში იწყებდნენ იმ პრინციპით, რომ ვიღაცას ესმის ჩემი, ანუ ხშირად იყო, რომ აი ვიღაცა დიდი დასრული ადამიანი, რომელსაც ესმის ჩემი და მე უკვე ითრევდნენ, ხო? აი რატო უჩდება ბავშვი იმის განცდა, რომ ეძებოს ადამიანი სხვა სივრცეში, რომელიც მას გაუგებს და მიიღებს. ანუ აქაც იდეაში, როგორც ბულინგის თემაში, ანუ კიბერბულინგის თემაში ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი თუ უფრო რაღაცა ესეთი მოწყვლადი უფრო სწორად მოწყვლადი უფრო ესეთი მსხვერპლი პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით არის ადამიანი, ბავშვი, რომელსაც არ აქვს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ხო? მსხვერპლი, ანუ ბუნებაში მსხვერპლი არსება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ თავს, იქნება ეს ფსიქიკურად, ფიზიკურად, ემოციურად, კოგნიტურად თუ ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, როდესაც მსხვერპლად გადაიქცევა რაიმე, ესე იგი მას არ ყოფნის კონკრეტული რესურსი. რა რესურსის ნაკლებობაზეა საუბარი, ხო? აი იქნება ეს რაღაცა საკუთარ აგრესიასთან წვდომა თუ იქნება ეს საკუთარ თავდაჯერებულობასთან წვდომა, იმიტომ რომ ხშირად ბავშვები უკავშირის დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ აი ვერ ბედავენ, ან არ ჯერათ, ან მოკლედ ბევრი მიზეზია და ეს ინდიკატორები მშობელმა უნდა ამოიცნოს, ესე ვთქვათ. როგორც ვაკვირდები, ფაქტურად იგივე თქვა რეალობაში რაც არის იქნება ბულინგი იქნება დანაშაული იქნება რა შემდეგ უბრალოდ გადასულია ონლაინ სივრცეში ამ შემთხვევაში უბრალოდ ისედაც კიბერ სივრცე არის აღსრულების იარაღია თქვა და მოქმედების არეალი იქა ხადია ხო დანარჩენი ფსიქოლოგიური მოტივები ისინი დანარჩენი მამოძრავებლები იგივე არის აბსოლუტურად ხო უბრალოდ ონლაინ სივრცეში კიდევ უფრო მარტივია ნორმების დარღვევა კიდევ უფრო მარტივია საკუთარი პერსონით კი არა რაღაცა შექმნილი იმიჯებით მანიპულირება ხო შენიღბვა კიდევ უფრო ნაკლებია პასუხისმგებლობა ამაზე თუ თქვათ ოფლაინ სივრცეში რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს ბულერი და თუნდაც სხვა ანუ გამოდის ასპარეზზე ხო ფიზიკურად კიბერსივრცეში ის რაღაც ავატარს ამოეფაროს რაღაცა ილუზორული იმიჯი შეიქმნას გაცილებით მარტივია მოიგო ისტორია შეიქმნა რაღაცა ფეიქ გარემო ამიტომ ეს კიდევ უფრო მოწყვლად ხსდის მასში მყოფ ადამიანებს აქ უკვე უნდა ჩაერთოს მშობლები, პედაგოგები, საზოგადოებრივი სოციუმის და ეს
რაღაცა ტრიადასავით არის ესა, აუცილებელია მათი ჩართვა და მე ვიტყოდი რომ აი ეს გატარებული დრო ახსენეთ თქვენ და საკმაოდ რამდენ ხანს ატარებს ბავშვი თქვა იგივე სკოლაში, რამდენ ხანს უკავია თქვა იგივე ტელეფონი იქნება, სმარტფონი იქნება, იგივე სახლში რამდენ ხანს ატარებს ამას თქვა მასთან დროს და აი შემდეგ მე მგონი ეს დროს დანიშნულობა აქვს კომპიუტერში. რა თქმა უნდა, დრო არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი კონტექსტი, აი რას ეცნობა ამ დროის განმავლობაში, ხო, ეს არის რაღაცა ახლა ძალიან პოპულარული იყო თქვა უცხოელთან ანატოლებთან კომუნიკაცია, აი რატო უხდება? იმიტომ რომ თავის გარემოცვაში მყოფ ადამიანებთან ვერ ამყარებს კომუნიკაციას, აი რატო აქვს სურვილი რაღაცა სხვა დაჯგუფებასთან კომუნიკაციის. ანუ მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევის მოტივის ვიკვლიოთ, იქნება თავშეთ თუ მესმის რომ შობლა შეიძლება ამ ყველაფრის არ იყოს უბრალოდ ფიზიკური რესურსი, ხო? ამ შემთხვევაში არსებობს კადრები, ტრენერები, პედაგოგები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, რომ დაიხმაროს უბრალოდ, ხო? ჩვენი ამოცანა არის ის, რომ უფროსები რითი განსხვავდებით ბავშვებისგან პასუხისმგებლობით, ხო? აი გაზრდა პასუხისმგებლობის აღება. და ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა აი ჰიგიენაზე, სწორედ იმ გარემოს ჰიგიენაზე, რომელსაც და შესაბამისად ფსიქოლოგიური ჰიგიენაზე, რომელსაც მე ჩვენ ბავშვს ვქმნით, ხო? იმიტომ რომ კი მესმის რომ შობელი გაღიზიანებულია, მაგრამ შეთავაზოს ალტერნატივა, მაგრამ ჩართოს რაღაცა ფსიქოლოგიურ კურსში, გააკეთოს რაღაცა ბავშვების დაჯგუფებები. ეხლა ერთ-ერთ სკოლასთან თანამშრომლობდა, ამ სკოლაში არის ის, რომ სახალისო შეხვედრებიც დაიგეგმა, რომ არა მარტო სავალდებულო ზუმ შეხვედრები რაღაცა აქვთ კონკრეტული საათი, სადაც უბრალოდ ჭორიკნობენ ბავშვები მესამე-მეოთხე კლასელები და აი ამ კომუნიკაციის შენარჩუნებას ახდენენ ამ კუთხით და სათამაშოებს აჩვენებენ და რაღაცა ნახატებს აჩვენებენ და ანუ სილაღეს აზიარებენ, ხო? არასწვალდებულებას, არამედ უბრალოდ დადებით ემოციებსაც. ამიტომ აი ეს რაღაცა პოინტები ისეთი დაღუზება, ისეთი რომ ვიპოვოთ რაღაც დადებითად კომუნიკაციის ხერხები იქნება ძალიან კარგი. ძალიან კარგი. თქვენ ახსენეთ თქვა ანუ ფსიქოლოგების ჩართვა, ხო? სად შეიძლება თქვენი ორგანიზაცია მაგალითად, ხო? რა საქმე, როგორ საქმეობს ამ მიმართულებით და რა? ამ შემთხვევაში სრულად ონლაინ გადავედით ჩვენც და ინსტაგრამზე ახსენეთ. ინსტაგრამზე მაქვს ჩემი ბლოგი, ირმა კვაჭაძე შეგიძლიათ მიპოვოთ, ირმა მუშკი კვაჭაძე, მაგრამ ირმა კვაჭაძესით მიპოვით და ზუსტად დღეს ვიწყებთ არტ მარათონს, რომელშიც აბსოლუტურად უსასყიდოა იქ მონაწილეობა და 7 დღის განმავლობაში შემოქმედებითობას ვიღაღადებთ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ ჩვენი შემოქმედება რა არის, ხო? რაღაცა ჩარჩოებს მიღმა რაღაცის წარმოქმნა შექმნა. აი ეს პროცესია ახლა შეჩერებული, ეს პროცესია, ტრანსფორმაციების პროცესია შეჩერებული და მინდა რომ ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად კვლავ დავიბრუნოთ ეს ჩვენში შემოქმედებითი ენერგია და არ ვიყოთ იმ ყუთებში გამოკეტილები, რომელშიც ახლა ვართ, იმიტომ რომ ერთ ფრაზა არის ესეთი იფიქრე ყუთის ჩარჩოს მიღმა, ხო? რაღაცა იმ სტანდარტებს მიღმა, რომელსაც გვთავაზობს რეალობა და ამიტომ აი ამ ჩვენ შემოქმედებით კრეატიულ მხარესთან თუ დავკარგავთ წვდომა, უკვე ხალისიც დაგვიკარგება რაღაცეებში და ეს ძალიან ტოქსიკური მიზეშედეგობრივი კავშირებია და ამიტომ მინდა რომ ჩემი წვლილი სოციალურ პასუხისმგებლობაში შევიტანო, რომ რაც ვიცი ისეთ გავუზიარო, რომ ვთქვათ მე დამთავრდება ეს პერიოდი და მე არ დავჩეთ უკვე ჩვენინებით სახლებში და გქონდეს რაღაცა შინაგანი დრაივი იმისი, რომ ვიყოთ შემოქმედები ცხოვრების და არა რაღაცა პასიური ტიპები. ძალიან კაი. დიდი მადლობა. ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. რადიო მსმენელისათვის ძალიან საინტერესო თემა იყო. თემა არის ამოუწყურავი თემა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, თუმცა ის თავად ძირითადი ფიქრობ რომ ძირითადი ეს პოინტები რაც იყო გავიარეთ და შევეხეთ და რაღაც გარკვეულწილად რაღაც გარკვეული რეკომენდაციებით ჩამოუყალიბეთ რადიო მსმენელებს, მშობლებს ძირითადად. რადგან ძალიან კარგი და რადიო მსმენელებს შევახსენებ რომ ჩვენი თემა იყო ეს ბავშვები ონლაინ სივრცეში, დადებითი და უარყოფითი მხარეები და ჩვენი სტუმარი იყო ირმა კვაჭაძე, კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ენეაგრამა ტრენერი. დიდი მადლობა კიდევ. მადლობა თქვენ ამ თემის დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. საინტერესო თემაა და მომავალში მე მგონი ვითამაშულობთ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის.